საღამომშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ მინდა გამოვეხმაურო იმ ამბავს, რომელიც ეს დღეები არის განსაკუთრებით გამძაფრებული არის და გახარიას მიმართებაში ჩორჩანას ეპიზოდის საკითხს ეხება, ანუ როდესაც გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი ინიციატივით, როგორც ჩანს, არავისთან შეთანხმების გარეშე, თურმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნა ბლოკპოსტი კონფლიქტის ზონაში და ამ ბლოკპოსტის გახსნას მოყვა ტერიტორიების კიდევ დაკარგვა, არ ვიცი, რამდენი როგორ რანაირად რასაც იძახიან, ზოგიო 10,000-იო, ზოგიო მილიონიო ჰექტარიო, რა ვიცი, აზზე არა ვარ სიმართლე გითხრათ რა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რაც იყო, დაემატა იმას კიდევ რაღაც ნაწილი, ხო? როგორც ესენი ამტკიცებენ, ოკუპირებულ ტერიტორიებს კიდევ მიემატა თურმე გახარიას წყალობით ტერიტორიები და რა თქმა უნდა, გახარია არის დამნაშავე და გახარია უნდა გასამართლეს, უნდა იჯდეს ციხეში. ახლა ვინმეს არ ეგონოს, იმიტომ ვიცი ციკორეები ცავსია ჩემი გვერდი და განსაკუთრებით ეს მოდერნიზებული ნაცკოცები ბლომად არიან და ვინმეს არ ეგონოს, რომ მე გახარიას მიმართ რაიმე დადებითი ემოციები და დადებითი გრძნობა გამაჩნია. გახარია არის ისეთივე ნაძირალა, ისეთივე მათხოვარი, ისეთივე არაკაცი, როგორებიც არიან ქოცები, მაგრამ მე სულ სხვა რაღაცა მაინტერესებს აქ შემოგარგება, სულ სხვა რაღაცა ნამდვილად, რომელიც ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა დასვას ეს კითხვა. ბიჭო, გასაგებია, ხო? გახარიას ასამართლებთ და უნდა გაასამართლოთ. და ამდენი ხანი რატო არ ასამართლებდით, ეს საკითხავი არის, სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ამდენი ხანი თქვენი ძაღლიშვილი იყო, ხო? თან მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც ჩორჩანას ეპიზოდი მოხდა, მაშინ გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ექვემდებარებოდა პრემიერს და მთავრობას, რა. და ტერიტორიები რო დაიკარგა, მის მერე არის გასული 6 წელიწადი. ახლა აგერ 2019-ში მოხდა იქ ყველაფერი და ახლა არის 6 წელიწადი გასული და რატომღაც ახლა ახსენდებათ ეს ყველაფერი. მაგრამ ეს ერთი საკითხი, ამას მოუბრუნდებით. მე მინდა ერთი ელემენტარული კითხვა დაგისვათ. გასაგებია, არავინ პასუხს არ მოთხოვს და ვინღა მოთხოვს და საიდან უნდა მოთხოვოს პასუხი, სულ აძაღლებულ შევარდნაძეს და ყველა იმ ნაბიჭვარს, რომელმა ნაბიჭვრებმაც წამოიწყეს აფხაზეთის ომი, დაიწყეს დაგეგმილად აფხაზეთის ომი, იმისთვის რომ ჩაბარებულიყო აფხაზეთი, დაკარგულიყო აფხაზეთი და ის უბედურება მოგსვლოდა და მოგვივიდა. არავის გამოუძიებია, არავის არ აინტერესებდა, არც ახლა არავის არ აინტერესებს, როგორ მოხდა და რანაირად მოხდა ომი აფხაზეთში, რატო დაიწყო შევარდნაძე. გავიგეთ, რომ ეს შევარდნაძე ტაბუდადებული თემაა და ის პერიოდი ტაბუდადებული თემაა, რამაც ჩვენი ერის, ასე რომ ვთქვათ, ტრაგიკულ ისტორიაში უმთავრესი როლი ითამაშა. გადმოვიდეთ აგერ ახლა სააკაშვილის პერიოდზე და რა ვიცი, დღედაღამე კომისია ყავდათ მოწვეული და აგვისტოს ომის გამოძიებას ახდენდით, ვითომ ახდენდით და სააკაშვილი არ დაგიკითხიათ თვითონ და პასუხი არავის არ მოუთხოვია და ნაკლებად მგონია, რომ ვინმე პასუხი აგოს. ცირკი ჰქონდათ, ეს დადგმული ცირკი და ის ჩემი მეგობარი უჩაგუგუჩია, ვინც დაკითხეთ და გაასაიდუმლეთ ის დაკითხვა, მე ჩემ გამომწერებს ყველას მინდა გითხრათ, უჩაგუგუჩიას ინტერვიუ მე მაქვს და ძალიან მალე აგერ ახლა აგვისტოში დამონტაჟდება ეს მეორე ნაწილი ფილმის და იქ იქნება სრულად ყველაფერი, რასაც ესენი უმალავენ ქართულ საზოგადოებას, იმიტომ ეს ბიჭი აქა საფრანგეთში არის, წამოსულია, იმიტომ რომ კარგად რო ექცევიან ომის ვეტერანებს და გვერდში რო უდგიან კურნალობიდან და აქედან გამომდინარე, აქა ჩამოსულია და მაგის ინტერვიუ მაქვს მე, რომელიც სრულად იქნება, ერთ-ერთი ინტერვიუ იქნება მისი ვრცელი, სრული და მოისმინეთ. ყველა მის რაც ამათმა არ გაასაჯაროეს.
ართხოვთ მიშას პასუხს ვივამეთში არის წამოპლაკული 10 შვილი არა პასუხისმგებელი 2008 წლის ომზე ყოველ შემთხვევაში ამ მომენტამდე მიადექით გახარიას რომელმაც არ ვიცი რამდენი ჰექტარი დაკარგა მაგრამ დაკარგა კი ბატონო ესე იგი სპილოს ქურდებს აკლემის ქურდებს ნაღდათ დიდი უბედურების მომტანებს არასამართლებს პასუხს არ თხოვთ თუ ვერ თხოვთ და მიადექით გახარიას ხო ნუ კაი მიადექით გახარიას თან ახლა 6 წლის მერე ახლა მე ერთი ელემენტარული რაღაცა მინდა ვთქვა ყველა მოღალატეა ყველა გამყიდველი არის ვინც საქართველოს ტერიტორიის ერთ გოჯ მიწას მაინც დაკარგავს არა აქვს მნიშვნელობა რომელ ოკუპანტს აჩუქებს როგორ აჩუქებს რანაირად აჩუქებს და ასე შემდეგ აგერ ახლა აზერბაიჯანის საელჩოს 49 წლით აჩუქეს ტერიტორია ქოცებმა ესეც ღალატად მიმაჩნია მე იმიტომ რომ არ ხდება ესეთი რაღაცა საელჩოები ყველგანაა განთავსებული და ყველა იხდის ქირას და არ გააღარიბებდა და არ გააღატაკებდა აზერბაიჯანის ბიუჯეტს საელჩოს ქირა საქართველოში მით უმეტეს არაკლია აზერბაიჯანს ქართული მიწები დაწყებული იქედან ჰერეთი საინგილო ყარაიასველი ბორჩალოს ნაწილი დავითგარეჯი ყველაფერი ეს ნაჩუქარი გაქვთ არ ყოფნის ახლა ეს ტერიტორია და დავითგარეჯზე საერთოდ ვინ ლაპარაკობს ჰაგერა ახლა თბილისში აჩუქეს მიწა 59 წლითო და მე ალბათ თელ თბილისს აჩუქებ და მოადექით ახლა გახარიას ხო ბიჭო უკანასკნელი 6 წლის მანძილზე როდესაც გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა რო ყველა იძახის რო თურმე არავინ არაფერი არ იცოდა მათ შორის კორუფციის და აი კორუმპირებულობის ეტალონი საქართველოში ვინც არის ეს არის იზორია რომელიც იყო მაშინ თავდაცვის მინისტრი რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და გაანადგურა ყველაფერი ჯარისკაცებს საჭმელიც კი მოპარა და ჩექმაც კი მოპარა და ისიც ამბობს ახლა რომ თურმე მან არ იცოდა ანუ თავდაცვის მინისტრმა არ იცოდა თურმე რა ხდებოდა იქ და თავდაცვის დაზვერვამ არ იცოდა თურმე რას აპირებდა ნუ ყველა ბანგელოზია ყველა პატიოსანი არის გახარია ერთი ცუდი რომელმაც გახსნა ის საგუშაგო ბიჭო ახლა მეხსიერება არ ვღალატობს და გვახსოვს ეს ყველაფერი აგერ ჩვენ თვალწინ ხდებოდა რა მაინტერესებს იცით გახარია რომელმაც არც თურმე პრემიერ-მინისტრს შეუთანხმა ეს არც თავდაცვის მინისტრს შეუთანხმა არც ევროკავშირის მისიას შეუთანხმა არც პარლამენტის უშიშროების საბჭოს არავის არ შეუთანხმა ეს ყველაფერი და ეს ნაბიჯი გადადგა და გახსნა იქ საგუშაგო რომელმაც ქართული ტერიტორიების დაკარგვა გამოიწვია ხო ასე არის ეს თქვენი საუბარია თქვენი ლოგიკა მე არაფერს არ ვამატებ ხო არც ინტერპრეტაციას ვახდენ ეს არის თქვენის მიერ დაკითხული ადამიანების ნათქვამი სიტყვა ახლა მე გისვამთ კითხვას მას შემდეგ როდესაც დაიკარგა ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიები იმის მაგივრად რომ გახარია გადაგეყენებიათ წაგეყენებიათ ტრიბუნალზე აღძრული საქმე რომელიც საქმეც გახარიას ჩააგდებდა ციხეში რა გააკეთეთ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გადაიყვანეთ გახარია პრემიერად ჩააბარეთ ქვეყანაში უპირველესი თანამდებობა ძალაუფლება სრულად აღჭურვეთ ძალაუფლებით მიეცით განუსაზღვრელი უფლებები ყველა მიმართულებით და 2019 წლიდან სანამდეც იყო გახარია პრეზიდენტად ამ კოვიდების პერიოდში ამ უბედურებების პერიოდში გახარია ხელშეუხებელი იყო ესე იგი რა გამოდის ქართულმა ოცნებამ სამშობლოს ღალატი ასე დაუფასა გახარიას და გახარია რომ არ გადამდგარიყო და რომ არ წასულიყო გახარია თანამდებობიდან მისი ნებით ეს მოღალატე
ეს ტერიტორიების დამკარგველი თვალთხარია. ახლა თვალთხარიობასაც რო იძიებთ, ეს საინტერესო არის და მაშინ ყველა რო გახარიას უკანალში იყავით შემძრვალი ერთი მეორის მიყოლეთ. ეს კიდე ცალკე საკითხია ხალხო, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქოცურ ფენომენს შეუძლია, მხოლოდ ქოცს შეუძლია ბიჭო ეს გააკეთოს მარტო. ერთადერთი ფენომენი ვინც არის, მხოლოდ და მხოლოდ ქოცს შეუძლია გააკეთოს, რომ უკანალში შეუძრეს თავის დროზე პერსონას, მოღალატეს, რომელმაც ჩორჩანა გადასცა იმას რა ქვია, ოსებს და რუსებს შეუძრეს უკანალში და შემდეგ ასამართლებდეს იმის გამო, რომ რატო დამიცავიო. აი ეს არის ქოცის ფენომენი. ესე იგი, თუ მანამდე ვერ ამჩნევდით ამ ოკუპაციას. მანამდე არ იყო ეს ოკუპაცია. ახლა გადმოვიდენ და ახლა არის ჩორჩანას ეპიზოდის ბრალი? ერთი წუთი მეც მაგი მაინტერესებს და მეც მაგიტო უსვამ კითხვას. არ ვიცი მოვა ოდესმე რაღაცა თუ ქართველ ერს კიდე რაღაცა ტვინი და გონება და ღირსება და თავმოყარეობა შერჩა, როდესაც მოვა ნორმალური ძალა, გაასამართლებს როგორც ქოც, ისე ნაც და ისე შევარდნაძის დამნაშავე მოღალატე ხელისუფლებებს, რომელიც 92 წლიდან დღემდე გრძელდება და მიდის აწყობილი მატარებელი არის და ესენი ყველა არიან ამ მატარებლის პასაჟირები. ელემენტარულს გეკითხებით, ბიჭო. ესე იგი მოღალატეს, ესე იგი რა გამოდის? მოღალატე გახარიას, რომელმაც ამდენი ჰექტარი გადასცა 100-ობით და 1000-ობით ჰექტარი გადასცა ოსებს, თქვენ ყველა მოღალატე ხართ, მაშინ ვინც გახარიას ხმა მიეცით, ვინც გახარია პრემიერად დანიშნეთ და ვინც საქართველოში ჩორჩანის ეპიზოდი დღემდე დამალეთ. და ახლა როდესაც გახარია გაგიხდათ პრობლემა, ეხლა ამოთხარეთ ისა რა ქვია საფლავიდან ეს პრობლემები და ახლა გახდა გახარია ცუდი და ახლა ამბობთ რომ გახარია დაგენიშნა deep state-მა თურმე და თქვენ არაფერი შეგეძლოთ მაშინ. აი თუ ვინმე ერთი ნორმალური ადამიანი გამცემს ამ კითხვებზე პასუხს, თუ რატომ არ არის მაშინ თუ კი გახარია მოღალატეა და თუ კი გახარიამ გადასცა საქართველოს ტერიტორიების, ავეცი 1000-ობით ჰექტარი, რატომ დაწინაურდა მის მერე გახარია და რატომ მართავდა ქვეყანას და ვინ მიეცით ხმა გახარიას პრემიერ-მინისტრობაში? თქვენ რატო არა ხართ მოღალატეები, გამეცით ამაზე გამცეს ვინმე ერთმა ადამიანმა პასუხი. ქალბატონო, თქვენ არა ხართ ჯამრთელი ადამიანი, გეტყობათ, გონებრივად ჯამრთელი ადამიანი არ ბრძანდებით და ასეთ იდიოტურ კითხვას რომ მისვამ, თქვენ საითა ხართ ერმილე ნაცებისკენ და გახარიასკენ? ნაცებისკენ და გახარიასკენ არის ქართული ოცნება და თქვენაირები. მე პირადად თუ მეკითხებით, მე ვამბობ, რომ ნაცი, ქოცი, გახარიას ესენი სულ ყველა ერთად მისაყენებელი არის 92 წლიდან დღემდე მისახურეთია კედელთან. მაგრამ თქვენ იმდენად დაავადებული გაქვთ გონება, ქალბატონო, რომ თქვენ დაავადებული, დავატყოფი გონება, ქოცური გონება ვერ ხვდება იმას, რომ თქვენ შეიძლება რამეში იყოთ დამნაშავე, თქვენ დანაშაულს რო შეგახსენებთ ადამიანი, რომ თუ კი გახარია არის მოღალატე, თქვენც მოღალატეები ხართ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს გზა გაუხსენით, იმის მაგივრად რომ გაგესამართლებიათ, მოგიხსნათ ჩავიგდოთ ციხეში, მე ვარ ნაცი. ასეთი დაავადებული, ასეთი ავადყოფი ხალხი ხართ ეს ქოცები და მე ის გიკვირთ, რომ ვიღაცამ ოლეოლა გიმღერა და გაგინახ. საგინებელი კი არა, ტყვიასასროლელი ხალხი ხართ, მაგრამ უბრალოდ ეგა რომ ძალა არ შემწევს თუ არა. ერთი წამით არ დავფიქრდებოდი ტრიბუნალზე მიმეყენებია და ქართველი ერის სახელით გამესამართლებია ყველა თქვენი მოღალატე. მაგრამ რაშია ხალხო იცით საქმე? ეს ბუნებრივად ხდება. ეს 10,000 ჰექტარი თუ მილიონი თუ რა ვიცი რასაც იძახიან. რასაც ესენი იძახიან. ამათ საერთოდ არ ადარდებდათ. ამათ ეს არ უგრძნიათ. ვერ იგრძნეს, იმიტომ რომ არ არიან ქართველები, სისხლი არ აქვთ ქართული, არ ტკივათ ქართული მიწა. არც აფხაზეთი ტკივათ, არც ამაჩაბლო ტკივათ, არც დავითგარეჯი ტკივათ, არც ის თბილისის სისხლით მორწყული მიწა ტკივათ, რამეთ რომ ასე უფასოდ გადაცენ თუნდაც ახლა აგერ აზერბაიჯანელებს. არ ტკივათ ეს და კი
იცოდნენ, როგორ არ იცოდნენ ეგ ყველაფერი. მაგრამ მაშინ არ ეგონათ, რომ გახარია მაგათ გაუღალატდებოდა. და მე რა, ჩვენი ძაღლიშვილიაო, კი გადაცაო, კი გაყიდაო, ეგ ტერიტორიებიო და კი მიცაო იმათო, მაგრამ მე რა მოხდაო, კაცო, ყველა ყიდის ამ მიწასო და ჩვენც თუ გავყიდეთო. აი ესა სიმართლე. სიმართლე არის ეს. თუ ეს სიმართლე არ არის, მაშინ გამცეს ვინმე პასუხი. რატომ არ მოთხოვეთ პასუხი მოღალატე გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს? და მე მაშინ რომ გახარია ნამდვილად მოღალატეა და არა მარტო იმის გამო რომ ქოცებს გაუძვრ, ეგ თქვენი სიბინძურია. მოღალატის მოღალატეები ხართ თქვენ ერთი მეორე, მაგაზე არა, საერთოდ ერის და სამშობლოს მიმართ. აი ელემენტარულს გეუბნებით რა, თქვენ ხართ ყველა მოღალატეები. და ვინც მოდის და ვინც თქვენ ტაშს გიკრავთ. მე მეფურთხებია იმ ადამიანის, მე იმ ადამიანის დედას შევეცი, მე იმის დედა მოვტყან. ვინც ქართულ მიწას ვინმეს გადასცემს, მტერს გადასცემს. მე იმ სახელმწიფოს, მე იმ მთავრობის, მე იმ ჩინოვნიკის დედას შევეცი, რომელიც ერთლარად ქართულ მიწას გაყიდის. და იმის დედაც მოვტყან, ვინც იყიდის სხვათა შორის რა. იმის დედაც მოვტყან, ვინც ქართველი ერთლარად იყიდის მიწას. ერთლარზე მეტი რო არ ღირს თურმე სამშობლო რომელი გოჯი მიწა გინდათ ხელი დაადევით საქართველოში სისხლით არ იყოს მორწყული. და მერე გამოხვალთ და რატო გვაგინებთ? არა ხართ საგინებლები? ან ვინც ქართულ მიწას გააჩუქებს, ისე როგორც გააჩუქეს აგერ აზერბაიჯანის საელჩოზე. აი ამ დამოკიდებულების ადამიანები არიან ხელისუფლებაში. ესეთი ნაგავი ადამიანები მართავენ ჩვენი ერის ბედს, ჩვენი ქვეყნის ბედს. და მე რას გეტყვით, იცით? აი იმ ყრუებზე მაგ ლაპარაკი, ვინც ვერ ხვდება ვითომ რომ ქოცისტანი ისეთივე მოღალატეა, როგორი მოღალატეც არის ნაცისტანი და ქართველი ერის მტერია. საქართველოს მტერია. და თქვენი პასუხისგებლობა გააცნობიერეთ ყველამ ამ მოღალატეებს რო უდგეხართ მხარში და იმას იძახით, რომ აბა ნაცები არ მობრუნდნენ. აი ეს არის თქვენი აი მე ვერ წარმომიდგენია ხალხო. ამას ვერ ხვდები, იცით? ორი 2021 წელი იყო. ცაგერში მინისტერიალი რო ჩაატარეს, ეს თურქნავა და ეს მეორე სირი რო ყავდათ ეკონომიკის მინისტრი დავითაშვილია მე მგონი, ისინი იყვნენ ამოსული და თავისი ძირითადად მისი ხალხი ყავდათ ახლა ქოცების მოყრილი, აბა გლეხი ხალხსულ ფეხებზე ეკიდა ვინ მოდიოდა, ყველას თავისი საქმე ჰქონდა და მოვალეობით რომ ჩაატარეს ეს ღარიბაშვილის დროს სხდომა ნამუხვან ჰესთან დაკავშირებით, როდესაც 126 ლარად გაყიდეს 600 ჰექტარი მიწა. მაშინ ვეუბნები, არსებობს ეს ვიდეო. ვეუბნები პირდაპირ უსაბუთებ და უმტკიცებ, რომ ეს ამის გამო ქართული მიწის 99 წლით თურქებზე გაყიდვის გამო თქვენ ხართ მოღალატეები. ღალატი ქვია ამას და თქვენ ხართ მოღალატეები. მოვა დრო და გაგასამართლებთ მომავალი თაობა, სულ ეს დრო არ იქნება თქო და უყურებთ ამ თვალებში უყურებ აი ამ ნაგავ ადამიანებს. და გონიათ ერთი წარბი ოდნავ შეუტოკდა ან თურნავას, ან იმას რა ქვია, დავითაშვილს, ან სხვა ნაგვებს იქროზია? არა. არ ქონდათ გრძნობა. საერთოდ მიმიკაც არ შეეცვალათ. არც უხერხულად იგრძნეს თავი. რომ ამ ყველაფერს ტაში დაუკრა ხალხმა და მოღალატეებად შეაფასა. აი ესეთი რაფინირებული მოღალატეები არიან ქოცები.
უკვე არაერთხელ გამობრძმედილები და გამოვა მე ბიძინა ივანიშვილი, გამოვა მე ეს ჩიჩილაკა, გამოვლიან მთელი ეს საბოზეთი, რომლებიც არიან და დაიწყებენ სამშობლო და ეროვნულობა და ჩვენ ევროკავშირში არა და ჩვენ სამშობლო გვიყვარს და ჩვენ რა ქვია deep state-ის ვებრძვით და კაცმა ყველაფერი აი ესაა თქვენი სამშობლოს მიმართ დამოკიდებულება. აი ეს არის. აი ეს არის. არ ვიცი მე ვერ წარმომიდგენია რა არავის თავში ნორმალური ადამიანის თავში მსგავსი რაღაცები ხალხო ისედაც ერთი პატარა მტკაველი ჩვენი ქართული მიწა ჩვენი სამშობლო აი ასე გასაყიდი იყიდება საქართველო იქ აფხაზეთი იმხელა გაიყიდა მე კოდორი მიაყიდეს იქ ცხინვალი მიაყიდეს იქ ესა რა ქვია ჩორჩანა მიაყიდეს იქ ახალგორი მიაყიდეს იქ ბორჩალო მიაყიდეს იქ გარეჯის მონასტრის მიწა მიაყიდეს ყველაფერი მიაყიდეს რა და მე რა მოხდა ხალხო ესენი პოლიტიკოსები არიან ამათმა უნდა მართონ ჩვენი მე ვერ წარმომიდგენია აი საერთოდ მოღალატის ფენომენი ვერ წარმომიდგენია საკუთარ ერს და სამშობლოს როგორ უნდა ავნო მაგრამ აი ეს განსაკუთრებით ვერ წარმომიდგენია აი ეს არის უბედურება ქალბატონო მანანა ვინ გაასამართლებს და წესით და რიგით ეს ყველაფერი უნდა გაასამართლოს ერმა და რევოლუციამ. წესით და რიგით. იმიტომ რომ სხვა ძალა მოღალატეების წიაღში არ გამოჩნდება არასდროს ისეთი ძალა, ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ივანიშვილმა შეიძლება გაზარდოს პატრიოტის შვილი საკუთარი შვილი მოღალატემ შეიძლება პატრიოტი გაზარდოს. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა კობახიძის მამა, რომელიც პუჩისტი ნაძირალა ვირთხა. აი ამ ვირთხამ შეიძლება თავისი შვილი პატრიოტი გაზარდოს, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მე ეროვნული ცნობიერება არ ვიცი რა არის. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა გოგა ხუინდრავამ შეიძლება პატრიოტის შვილი გაზარდოს? ელემენტარულს გაკითხებით რა. და ღვიძლიშვილის პატრიოტად გაზდარო ადამიანს არ შეუძლია იგი პოლიტიკურ შვილებს გაზდეს პატრიოტებად? სირცველია რა. ეს ყველაფერი უნდა გაასამართლოს წესით და რიგით ერმა და ქვეყანაში დარჩენილმა პატრიოტებმა, მაგრამ ძალიან ცოტაა დარჩენილი. ძალიან ცოტა. რამე სიტყვი შენ ნაცი ხარ, აი ახლა იდიოტმა რო დამისვა კითხვა, თქვენ ახლა ნაცების და გახარიას მხარეზე ვარ, დებილი ჩამოყალიბებული, აბა სხვა აზრი ამათ არ გამოუვა. ნაცი მოღალატეაო, მაგრამ მე იმაზე მეტი მოღალატე ხო არა ვარ. ეგ არის ჩემო კარგო. მოღალატეს ასამართლებენ ისევ მოღალატეები. ამიტომ ჩვენი ქვეყნის მომავალს მე ძალიან ძიმედ და ბუნდოვნად უყურებ. თუ არ მოხდა თვითონ ერში აფეთქება, რომელი აფეთქებაც ამათ ერთიანად წალეკავს და ისე კი არა, აუ ქართველები ვართ და ესე ერთმანეთს თავზე ხელი გადაუსვათ და იმათ კი არა. აი ისეთი რევოლუცია უნდა მოხდეს, რომ მოღალატეებს გამოიყვანს და პირდაპირ ჩამოახრჩობს ეგრე თავისუფლების მოედანზე. ან იმ იმასთან, რა ქვია, პარლამენტის შენობასთან იქ. ძალიან ოპტიმისტი ბრძანდებით ციცი ქალბატონო, რომელიც ამბობთ მოვადრო და ყველას გავასამართლებთ. რა ვიცი, მე საქართველოში ერთს გეტყვით რა. საქართველოში მე მინახია მკვდარი პატრიოტები. ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გურამ შარაძე, უამრავი სამშობლოსთვის თავდადებული პატრიოტი. მინახია მკვდარი. მაგრამ მე დასჯილი და გასამართლებული მოღალატე ჯერ არ მინახი. არა მარტო ახლა. აი ეს რაც თავი მახსოვს. მოღალატეებზე გვირგვინების დადგმა და შექება და შემკობა უამრავ. აი ეს იყო დღეს ჩემი პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და თქვენც დასვით ელემენტარულად ეს კითხვა, კაცო. როდესაც ეს ჩაიდინა პატივცემულმა გახარიან
მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და შინაგან ამის ჩადენის მერე გახარია ის გახდა პრემიერ-მინისტრი გახდა. და პირველი კაცი გახდა იმაში ქვეყანაში პოლიტიკური თანამდებობის. და პარტიაშიც იქაც თქვენთან სანამ მისინებით არ წავიდა ის თქვენ არც გადაგიყენებიათ ის. და ახლა მოღალატე ხო? 5 წლის მერე დაინახეთ დაკარგული ჩორჩანა ხო? ეგა ამიტომ მიმფურთხებია მე ყველა იმ ქართველისთვის ვინც ეს ყველაფერი იცის. გაიხარე სოფო, გაიხარე. რა ვიცი, ჩემო კარგო, მაშინაც ვამბობდი ამ ყველაფერს და ვეუბნებოდი და ზუსტად იმიტომ მომიწია შემდეგ აქედან წამოსვლა და არ დამიკლია არც მაშინ არაფერი, მაგრამ ძაღლი ყებს ქარავანი მიდისო, აი ასე უყურებენ ჩემო დავა ამ ყველაფერს და სიმართლე მაინც ხო უნდა ითქვას. ოდესღაც შეიძლება ახლა რაღაცა ვიღაცას რაღაცაში გამოადგეს. კარგად ვზამდებოდეთ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.